უმსხვილესი ტექნოლოგიური კომპანიის Amazon-ის აღმასრულებელმა დირექტორმა Andy Jassym მოუწოდა თანამშრომლებს, რომ დაიწყონ ადაპტირება ხელოვნური ინტელექტთან, AI-სთან, რადგან მომდევნო წელიწადში ხელოვნური ინტელექტი დაიწყებს კორპორატიულ საქმიანობაში ჩანაცვლებას რეალური ადამიანების. გამოცემა Variety-ის ცნობით, ამის შესახებ წერილი Andy Jassym უკვე გაუგზავნა თანამშრომლებს და მოუწოდა მათ, რომ გამოიჩინონ ცნობისმოყვარეობა ხელოვნური ინტელექტის მიმართ, რადგან ეს იქნება Amazon-ში, კონკრეტულად Amazon-ში უკვე მათი მომავალი, რადგან ხელოვნური ინტელექტი უკვე აქტიურად იქნება ჩართული კორპორატიულ საქმიანობაში. ტექნოლოგიური გიგანტი Amazon-ი არის იმ მცირე ბიზნესებს შორის, რომელიც ღიად აცხადებს, რომ აპირებს აქვს ასეთი გეგმა, ჩაანაცვლოს AI-ით რამდენიმე საქმიანობა. ეს იმის ფონზე, როდესაც არსებობს დისკუსია სხვადასხვა სფეროში, ტექნოლოგიურ, პოლიტიკურ, ბიზნეს სფეროში, იმის თაობაზე, რომ ჩანაცვლოს თუ არა ხელოვნური ინტელექტით საქმიანობის დიდი ნაწილი, ძირითადად კორპორატიულ საქმიანობას შეეხება ეს დისკუსია და როდის უნდა მოხდეს ეს. Amazon-ში აცხადებენ, რომ უკვე აქვთ ამის გეგმა. აღმასრულებელ დირექტორს Andy Jassym-ის თქმით, როდესაც დატესტეს ხელოვნური ინტელექტი, ამით გამოჩნდა, რომ საქმე უფრო ეფექტიანად სრულდება და უმჯობესია, რომ გარკვეული ნაწილი საქმიანობისა იყოს ხელოვნური ინტელექტის პასუხისმგებლობა და ფოკუსი ადამიანების გადავიდეს სხვა საქმიანობაზე. ასეთი არის მისი პოზიცია. გარდა Amazon-ისა, არაერთი უმსხვილესი სხვა ტექნოლოგიური კომპანია, განსაკუთრებით ამერიკული ტექნოლოგიური კომპანიები, დიდ ინვესტიციებს დებენ, სწორედაც რომ ხელოვნური ინტელექტში ბოლო რამდენიმე წელია ხელოვნური ინტელექტი სულ უფრო და უფრო ვითარდება და ის არის მნიშვნელოვანი ნაწილი არა მხოლოდ უკვე ტექნოლოგიური სფეროსი, კონკრეტულად ბიზნესის, არამედ ხელოვნური ინტელექტი AI თანათანობით ხდება ადამიანის ყოველდღიურობის ნაწილი, რადგან სულ უფრო მეტი მომხმარებელი აცხადებს, რომ ინფორმაციის მიღების მიზნით ძალიან ხშირად იყენებენ ჩატბოტებს.